მოგესალმებით მეგობრებო, როგორც შეგპირდით, შემოგთავაზებთ მოცვის ჩიზქეიქის ვიდეო რეცეპტს, რისთვისაც დაგჭირდება 250 გრამი ნებისმიერი ორცხობილა. მოვათავსოთ ბლენდერში და კარგად წმინდა დავაბლენდეროთ. ორ თასში მოვათავსოთ 2 სუფრისკოვზი ჟელატინი და დავასხათ გადადუღებული ცივი წყალი, ოდნავ რომ ფარავდეს. მოუვრიოთ და დავდგათ გასაფუებლად. ფორმა მოვამზადოთ, ჩავაფინოთ კულინარიული ლენტი. თასზე გადმოვიღოთ ორცხობილა დაბლენდერებული, დავასხათ გამდნარი 150 გრამი კარაქი და კარგად აუვრიოთ. გადავიტანოთ ფორმაში და კარგად გადავანაწილოთ და ჩავტკეპნოთ, ისე რომ გვერდებზე ამოვიყვანოთ ცოტა. ოთხასი გრამი მოცვი გავრეცხოთ, გავანთავისუფლოთ ყუნწებისგან, გადავიტანოთ ქვაბში ან ტაფაზე. დავასხათ 50 მლ წყალი და 100 გრამი შაქარი. ვურიოთ ხშირად, ნაზად, იქამდე სანამ სეროფი ოდნავ არ შესქელდება. შემდეგ გადმოვიტანოთ დაახლოებით 4-5 სუფრისკოვზი ცალკე თასზე და ჩავჭყლიტოთ ყველა მარცვალი. თასში მოვათავსოთ 35%-იანი ცივი ნაღები. ჩავამატოთ 250 გრამი კრემყველი. ჩავამატოთ ასევე ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული 100 გრამი კარაქი, ვანილინი და 150 გრამი შაქრის პუდრი და გავთქვიფოთ იქამდე სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. მიკროტალღურში ან ორთქლის აბაზანაზე გავალღოთ ჟელატინი. ჩავამატოთ მასაში ის პატარა თასში გადმოღებული მოცვი, ჟელატინი და გავთქვიფოთ. გადავიტანოთ ფორმაში, გადავუსწოროთ ზედაპირი და შევინახოთ მაცივარში დაახლოებით 1 საათი. ზედაპირი კარგად რომ გამყარდება, მეორე თასი ჟელატინი გავალღოთ და ჩავამატოთ მოდუღებულ მოცვში და გადავიტანოთ ფორმაში. შევდგათ ისევ მაცივარში, ისევ 1 საათით და შემდეგ მოვხსნათ ფორმა, მოვხსნათ კულინარიული ლენტი და ეს უგემრიელესი ჩიზკეიქიც მზად არის. აუცილებლად მოამზადეთ. აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში თუ როგორ მოგეწონათ. გააზიარეთ, მოიწონეთ და დააკომენტარეთ. ველი თქვენს გამოხმაურებებს მომავალ შეხვედრამდე.